მოგესალმებით, ეს გურია ნიუსსა და არასამთავრობო ორგანიზაცია პოსტალიონის ერთობლივი გადაცემა არჩევანი. მე კი ამ გადაცემის წამყვანი ნატო გოგელია ვარ. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 23 დღე დარჩენილი. არ დაგავიწყდეთ გადაამოწმეთ თქვენი თავი ამ მრჩეველთა სიაში. იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი. აკრიფე CESCO წერტილი G. გადაამოწმე მონაცემები ამ მრჩეველთა ერთიან სიაში. შეიყვანე პირადი ნომერი, შეიყვანე გვარი, გაიარე უსაფრთხოების ზომები. როქის საშუალებით ნახე თუ სად უნდა მისცე ხმა არჩევნების დღეს. გადაამოწმე მონაცემები კომპიუტერის, მობილურის, პლანშეტის და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით. გაითვალისწინეთ, სიაში ცვლილებების მოთხოვნა შესაძლებელია 22 სექტემბრამდე. CESCO დემოკრატიის სერვისი. არჩევნებამდე 23 დღით ადრე ჩვენი კორესპონდენტები დაინტერესდნენ არიან თუ არა ახალგაზრდები ინფორმირებული საკუთარი საარჩევნო უფლებების შესახებ და გურის 4 მუნიციპალიტეტში საკუთრო გამოკითხვა ჩაატარეს. ინფორმირებული საკუთარი საარჩევნო უფლებების შესახებ. თუ არა ინფორმირებული საკუთარი საარჩევნო უფლებების შესახებ. ინფორმირებული რა თქმა უნდა ვარ. ხართ ინფორმირებული? დიახ, ვარ. ხართ ინფორმირებული თქვენი საარჩევნო უფლებების შესახებ? ვარ. ბლოკის პატა ბუჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერები გუშინივრიტას ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებს შეხვდნენ. პოსტალიონის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე პატა ბუჭულაძემ გიორგი ვაშაძემ და ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გურამ ჩალაგაშვილმა სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრეს. ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკი, რომელშიც პოლიტიკოსების გარდა ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ, განსხვავებულ ფორმატში სწორედ ილიტას ბიბლიოთეკაში ჩაიწერა. წარმოადგენელი ჩვენ სტუმრებს იცნობთ და წარდგენა არჩევდებათ თვითონ თავიანთი პროგრამის შესახებ დეტალურად მოგახსენებენ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა კითხვები დასვათ და მიიღოთ ამომწურავი პასუხები. ჩვენი პროექტი პატარა პროექტია, რომელიც ითვალისწინებს ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტის, ასე ვთქვათ, ახალგაზრდების ჩაბმას არჩევნებში. ჩვენ არც ერთ პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას არ გამოვხატავთ. ჩვენი სლოგანია, ჩვენი დევიზი არის არ იქნება წინსვლა თუ დაგვეზარა მისვლა. მე წარმოშობით ვარ სამებიდან, ჩემი წინაპრები არიან სოფლის სამებიდან. და იქიდან დაიწყო ყველაფერი. ერთ სიტყვით მე მინდა გითხრათ ერთი რამე, ჩემო შვილები ხართ ხოლმე შვილის სასაგისახად, უბრალოდ რომ დღეს თუ თქვენ არ მიხედეთ თქვენ ქვეყანას, შემოგაბერდოთ თქვენი თავი ხელში, იქნება დარიგიანი. მე ასევე ვეყნობოდი მამაჩემს, ბაბუაჩემს და ისინი მიხედავენ ჩვენ ქვეყანას და მე წყნარად ვიყობოდი დინებას. არავითარ შემთხვევაში და ის შემომჩა დაგრეული საქართველო, რომელსაც მე ახლა გადავწყვიტე, რომ უკვე სხვა გზა არ არის, უნდა მოვიდე პოლიტიკაში, არასდროს არ მინდოდა პოლიტიკაში მოსვლა და უნდა მოვიდე და უნდა უშუალო ჩემ ქვეყანას. სხვა გზა არ არის, თორემ მე ვარდებით მოფენილი, ცხოვრება ლასკალა მეტროპოლიტენი, დაშმიკრა ხალხის საზოგადოებად და საქართველოშია ხელისუფლება მატარებდა. მე ვიცოდი, რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ 2 თვის უკან ჩამოვაყალიბე ეს პარტია. 2 თვის უკან ტელევიზიები ჩემზე იძახდა, რომ ჩემზე კარგი ადამიანი არ არის სამყაროზე მე ვარ სიამაყე. როგორც იცოდი, ძალა რომელმაც შეიძლება შეცვალოს ეს კაბობა, უცებ გახდი ყველაზე ცუდი ამ ქვეყანაში, ჩემზე ცუდი ადამიანი აღარ დადის ჩართო ტელევიზორზე. ერთ სიტყვით მე ამაზე არ უნდა, მე თავარია ჩემი ბიზნეს მივახცე. მე რამე და გითხრა. თქვენ დღეს უნდა დაიწყოთ თქვენი ქვეყნის მშენებლობა, ისეთი როგორც გინდათ რომ თქვენი ცხოვრება. ნოეხნობით მამას და ბებიებს და ბაბუებს. ეს არის თქვენ ხელში ეს ყველაფერი თუ შემოგაბერდება ცხოვრება ხელს. ეს არის ჩემი რჩევა. ამიტომ მე არ ვიცახი, შეიძლება მე არ მოგწოდეთ ჩემი მოძრაობა, რომელსაც მე ვეცდები დაგემტკიცოთ, რომ მე მოვედი ზუსტად კარგი განზრახვით და ზუსტად სწორი დრო იყო ჩემთვის. შევეცდები თუ ვერ დაგაჯერეთ, ვისიც გჯერათ, ოღონდ აქტიურად უნდა ჩაერთოთ.
აქტიურად, იმიტომ რომ თქვენ ხელშია დღეს საქართველოს ბედი. ჩვენთვის ახალგაზრდებთან შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროექტი გაკეთებია ახალგაზრდებთან ერთად. მათ შორის ჩოხატაურის რაიონში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩვენს საზაფხულო ბანაკებში ჩართული ამ რაიონის ახალგაზრდები და არა მარტო მთელი გურიიდან, მაგრამ მთავარი საკითხი არის რა, რომ მართლაც როგორც ბატონმა პაატამ თქვა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მიზანი იმის, რომ რეალურად შეიცვალოს სიტუაცია და მდგომარეობა ქვეყანაში. და თუ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ახალი თაობის მონაწილეობის გარეშე ეს ცვლილებები შეუძლებელია. თავად და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გვინდა მართლაც დავიწყოთ ახალი ტალღა რეფორმების და ახალი ტალღა რეფორმები შეუძლია განახორციელოს ძირითადად სწორედ ახალი თანამედროვე ცოდნის მქონე ადამიანები. და მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ერთი მხრივ ჩაერთვებით და აქტიურები იქნებით საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მეორე მხრივ დიდ დროს დაუთმობთ ასევე განათლებას. ამისთვის არის სწორედ რომ ჩვენ პროგრამაში გვაქვს კიდეც მითითებული, ჩვენ ვაპირებთ განათლების მიმართულებით მეტი ფინანსური რესურსების გამოყოფას, მეტი თანხების დახარჯვას, ერთი მხრივ იმისთვის, რომ თუ სოციალურად დაუცველია მაგალითად ოჯახი, რომ მისი ოჯახის წევრს ჰქონდეს უფასო სწავლება, ანუ მას არ ჰქონდეს პრობლემა სწავლის თანხის გადახდის და არ იყოს ასე ვთქვათ და ჰქონდეს მიეცეს შანსი და შესაძლებლობა, რომ თანაბრად მიიღოს განათლება და შემდეგ უკვე გამოიყვანოს თავისი ოჯახის და თვითონაც ამ გაჭირვებიდან პრობლემიდან რაც არის, მაგრამ მეორე მხრივ გვინდა ძალიან ბევრი პროექტები გქონდეს პარალელური ახალგაზრდებისთვის. რა ტიპის პროექტები? პირველ რიგში ეს არის თქვა საზაფხულო ბანაკები საქართველოს ფარგლებს გარეთ და მართლა ვფიქრობ, რომ მაგალითად სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს იმას, რომ ახალგაზრდა თაობამ ნახოს რა როგორ ვითარდება მაგალითად ევროკავშირის ქვეყნები, ხო სხვა ქვეყნები თავის თვალით ნახოს და ერთი თვითთვენახევრით მაინც ჩავიდეს ზაფხულზე რომ დაათვალოს. ახლა ყველა ვერ წავა, მაგრამ ვინც კარგად ისწავლის და ვისაც კარგი შედეგები ექნება, ისინი აუცილებლად უნდა წავიდეს. მეორე მხრივ ვაპირებთ სერიოზული ინვესტიციის ჩადებას მასწავლებლებსა და პროფესორებში და ზოგადად პედაგოგებში, რაც გულისხმობს იმას, რომ მათთვისაც გადამზადების კურსების და სხვა ტიპის კურსების დაფინანსებას, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს გარეთ. იმიტომ რომ რაზეც არ უნდა ვისაუბროთ, თავარი თუ ინვესტიცია სახელმწიფო არტებს ახალ თაობაში ცოდნის განვითარების თვალსაზრისით და არ აძლევს თანამედროვე ცოდნას, ვერც ერთი ახალი პროექტი ვერ იწება ქვეყანაში. დღეს ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რატომაც არ შემოდიან მსხვილი ინვესტორები ქვეყანაში, სხვა პრობლემებთან ერთად ასევე არის შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის მქონე ადამიანები, ვინც შეძლებენ, ვთქვათ, მაღალ ტექნოლოგიებში მუშაობას, ან თანამედროვე ცოდნის მქონე ადამიანები, პროფესიონალები, რომლებიც მართლა შეძლებენ, რომ იმუშაონ კონკრეტულ კომპანიებში და მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს ერთი მხრივ, მაგრამ რაც თავია ამ კომპანიამ შეძლოს არსებობა, ხო, ფუნქციონირება ზოგადად ქვეყნის შიგნით. ამიტომ ვფიქრობ, რომ არა ვთქვათ უტოპიური პროექტები, რომ ვთქვათ 4 წელიწადში რაღაცა უზარმაზარ საუნივერსიტეტო ქალაქს გავაკეთებთ, არამედ კონკრეტული ლოკალური პროექტები იმისთვის, რომ ყველა ქალაქში არსებობდეს რაღაც ცოდნის ცენტრი. დღეს თანამედროვე ცოდნა არ არის მაინც და მაინც ის, რომ მაგისტრატურაზე 2 წელი უნდა ვისწავლო და ბაკალავრიატში 4 წელი უნდა ვისწავლო. დღეს აი მაგალითად მე ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული ვარ და იქაც აბსოლუტურად ყველა ლექტორი ამბობს, რომ დღეს ყველაზე სწრაფად ვითარდებიან ადამიანები, ვინც მაგალითად 2 კვირას, 3 კვირას უთმობს კონკრეტული მიმართულებებით თავის ცოდნის გამომავლობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად პროექტული მართვა, ხო, რომლის გარეშე დღეს მართვის პროცესი არ არსებობს. ეს უნდა იცოდეს ყველამ და ამას არ ჭირდება მაინც და მაინც 4 წელი ბაკალავრიატი რომ ისწავლო. არ იცი, შეიძლება ერთთვიანი კურსი აიღო და მიიღო ესო. მაგრამ თუ ახლა ჩოხატაურში ვარ და აქ არ არის ამ ცოდნის მიღების შესაძლებლობა, მაშინ რა ქნას ადამიანმა, ხო? ახალგაზრდა ადამიანმა, ვისაც ეს უნდა რომ მიიღოს. აი ზუსტად მაგალითად აი ესეთი კერები, როგორც ეხლა ეს არის, მაგალითად ბიბლიოთეკა, აი ესეთია ცოდნის ცენტრები უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ აქ შესაძლებლობა ჰქონდეს ახალგაზრდა თაობას მიიღოს თანამედროვე ცოდნა. იქნება პროექტულ მართვაში, მარკეტინგში, რა ვიცი, ისთან ხო, სხვა სფეროებში ის თანამედროვე ცოდნა, რომელიც თქვენ მე მოგეხმარებათ ერთი მხრივ შეიძლება ბიზნესი დაიწყოთ ამით, ან სამსახური მაღალ ანაზღაურება დიშოთ და რაც თავია რაიონს განავითარებს. არა ის რომ გადინება ხდებოს. აი ეხლა როგორ არის აბსოლუტურად ყველა რაიონში. მე-12 კლასი დაამთავრა, წავიდა რაიონიდან, ხო, ახალგაზრდა, იმიტომ რომ უნდა გადავიდეს სადღაც, სადაც ცოდნას მიიღებს, ხო? და მე ფაქტობრივად კავშირს კარგავს თავის რაიონთან. მე საუბრობთ, რატო გვაქვს რაიონების განვითარების პრობლემა. პრობლემა იმიტომ გვაქვს, რომ ნიჭიერი ვინცերը ყველა გადის რაიონიდან და აღარ რჩებიან ის ადამიანები ფიზიკურად, ვისაც შეუძლია რომ თავის რაიონის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. არაბდა ყველა ნებისმიერ რაიონს და მათ შორის შეხატაურსაც აქვს უზარმაზარი პოტენციალი განვითარების. ვინ უნდა მოახდინოს ამის რეალიზება? ახალგაზრდა თაობამ, ვისაც აქვს თანამედროვე ცოდნა.
როგორ უნდა უშუალოდ ჩოხატაურს? ჩოხატაური არის ერთადერთი რაიონი, სადაც კითხვა, რომელიც სხვაგან ბევრი განისმის, რა გჭირდებათ და რა ხდება ამ კითხვას არ გვერდასვა. იმიტომ რომ აქ ყველაფერი ჭირდება ყველას. და არაფერი გაკეთებული არ არის. შეგვიძლია ესე ვთქვა. ეს არის ადგილი, სადაც რაიონი, სადაც სოფლების 80%-ში, ხო, 21 საუკუნეში პირდაპირ ვიტყვი, რომ ადამიანებს არ აქვთ ელემენტარულად ტექნიკური წყალი, რომელთაც შეიძლება ადამიანმა თავი მოიწესრიგოს. არ მაქვს საუბარი სასმელ წყალზე. ეს არის რაიონი, რომელშიც სადაც 90%-ში პრაქტიკულად არ არის წესრიგი გზა, სადაც არ არსებობს არანაირი ინფრასტრუქტურა, სადაც არ არსებობს არანაირი პერსპექტივა დღეს მდგომარეობით, დღევანდელ ხელისუფლებაზე მას საუბარი, ცოტა მე ამ სტილში ვისაუბრებ, ხელისუფლებით, სადაც რაიმე შეიძლება გაკეთდეს. არ არსებობს. და არც მინდა გითხრათ, რომ ჩოხატაური მაქვს შემოვლილი არაერთხელ, რამდენჯერმე ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს შიში და პრობლემა გამოსვლის და შეხვედრის, ვესაუბრები და ეს ადამიანები ვერ ხედავენ რადგან მომავალს. მე ჯერ არ შევხვედრი ერთი ადამიანიც კი ჩოხატაური ნაჭყუთი გაერთიანდა მოგესალმება და 20-ის ნაწილი. მე ჯერ ერთი ადამიანიც არ შევხვედრა და daxlobet 300 წუთი შეხვედრა მაქვს ჩატარებული აი ამ ბოლო 2 თვეში. რომელსაც ეთქვას, რომ რაღაცა მოხდა წელიწადში მაგ კარგი ნახეს თავიანთ რაიონზე მაქვს საუბარი. მე არ მაქვს ზოგადად საუბარი, არც იქ ვერიქაც ვერ ნახავ, ჩვენ ვერ ვერაფერს, ნუ 1-2-ის გარდა. საერთოდ ამ სწორი კითხვა დავსვა, რა უნდა იშოროს რაიონს? და ზოგადად საქართველოს ვარდი ჩოხატაური არ არის არც ჩოხატაური მოიხსენებათ, საქართველოს ჭირდება ყველა რაიონი ჭირდება შველა, ყველა რაიონი ჭირდება სასწრაფოდ გვერდში დგომა. მე ერთი რამე ვიცი და ამას ყველას ყველა შეხედა ვახსოვებ ასე. თუ ქვეყანა კიდევ 4 წელი დარჩა იგივე მდგომარეობაში, როგორ შეცვალთ ჩვენ დღეს, დამეწუნეთ, რომ 4 წლის მერე თუ დღეს ვინც სოფლებში ვინც ცხოვრობთ, თუ დღეს ჩვენ ყავს მარტივად რა ვუწევთ სიტყვას მაგალითად 20 მეზობელი და სოფელში ცხოვრობს 20 ოჯახი, 4 წლის მერე დამეწუნეთ, რომ მხოლოდ ის ოჯახები იქნება დარჩენილი ალბათ 10 ერთეულის, რომელსაც ფიზიკურად რაიონამდე ჩამოსვლის საშუალებაც კი არ აქვს, არათუ სადმე წასვლის. ჩვენ წელამსახურით შეხვედრა ქონდა სოფელ ნასაკირაში და იქ ვთქვით, რომ საქართველოს არაშორებად მანამ სანამ ხელისუფლებაში არ მოვა ხელისუფალი, რომელიც მიხვდება და რომელსაც ეცოდინება, რომ თუ არ იქნება სოფელი და არ იარსებებს სოფელი, არ იქნება რაიონი, ისე ქალაქს არ ეშველება არასოდეს არაფერი და ქალაქი ვერ იარსებებს. არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობას ვეხმარებით ამბობ ჩვენი მთავრობა და ნუ შეგვეპრობლემებს დახმარება კარგად იცით. სოფლის მეურნეობის განვითარება არ არის ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი პრიორიტეტი. ჩვენთვის მთავარი სოფლის განვითარება. ზოგადად სოფელს უნდა ქონდეს თავისი ფასი, თავისი იდენტურობა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ სოფელში სოფლის მოსახლეს არ გაუჩნდეს სურვილი იმისი, რომ დატოვოს სოფელი და წავიდეს რაღაც ქალაქში სამუშაო. ქალაქშიც არ არის სამუშაო. მოგეხსენებათ, ყველანი არიან ბედის ანაბარად ჩამოკიდებული, რომ ვიღაცა თუ სოფელში ადამიანი შეიძლება რაღაც ხელობით იშოვოს თვეში 3 და 20 დღე სამუშაო, ქალაქში არის უფრო მეტი შანსი, რომ იშოვოს 10 დღიანი და 2 დღიანი და ამით შეიძლება გაიტანოს ბაღი. ახალგაზრდების ნაკლებობას რო არის რაიონში, მე მგონი ამას დამეთანხმებით ზოღორანი, იმიტომ რომ ეხლა განსაკუთრებით სოფლები პრაქტიკულად დაცლილი არის. ახალგაზრდები რაიონს არ ყავს, ასე ვთქვათ, ვერ გავაგებთ, იმიტომ რომ ადამიანები რაც ასულები სხვადასხვა ადგილებში განსაკუთრებით თურქეთში, რომ რაღაც ორი კაპიკი იშოვნონ, რომ თავიანთი ოჯახები ზამთარში გამოყვებონ და ოჯახის პრობლემა არ შეექმნას. ჩვენ ვუყურებთ ამას, რომ დღეს ქვეყანას თუ კი ვინმე უშველის და თუ კი ვინმე შეუძლია ქვეყანა გადაარჩინოს, ეს გახლავთ ის ახალგაზრდები და ეს ახალგაზრდა გუნდი, რომელიც არის დღეს შეკრებილი ბატონის ბარატას ივილი და მისი პარტიის ივილი. მოგესალმებით, მე გახლავთ მარიამ ბურკაძე, აკადემიის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, ბატონო პარტია. თქვენ თქვით, რომ პარტია შეიქმნა დაახლოებით 2 თვის წინ. რატომ მხოლოდ არჩევნებამდე ასე ცოტა ხნით ადრე, რატომ ადრე არა, უფრო მეტი ხნით ადრე არა? ჩვენ ვიცით, ბევრი პარტიები, რომლებიც ასე ცოტა მცირეოდენ დროში შეიქმნა, პირობები დადეს, არ შეასრულეს. რატომ ასე 2 თვით ადრე? თქვენ თუ აკეთებდით ჩემს გამოსვლას, მე ფონდი შექმნი გერმანამდე, როგორც თქვა, საქართველოს განვითარების ფონდი. მე როცა ვიგზავნა, რომ საქართველოში ძალიან ცუდად მიდის საქმე, მე არც არ მიდოდა პოლიტიკაში შემოსვლა.
შექმნილი საქართველოს განვითარების ფონდი, რომელიც შეიმუშავა თემატური ჯგუფებით და დადო ის პროგრამა, როგორ უნდა განვითარდეს საქართველო. და მაშინ ჩვენ შევუთვალეთ თავრობის ყველა. ეს იქნება თემატური ჯგუფი, იქნება შიდა პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, ყველა სამართალი რაც თავარია. და შევუთვალე მაშინ მე მთავრობას, რომ აი ჩვენ შექმნით ეს ფონდი, ჩვენ დავდეთ ახლა ჩვენ ხედვას, როგორ უნდა განვითარდეს, გთხოვთ შევხვდეთ, დავждეთ, გავიზიაროთ და ეს არის სწორი გზა, შევთანხმდით. შეიძლება ჩვენ ვწდებით კი ბატონო, მაგრამ ეს არის სწორი გზა, ჩვენ იმიტომ რომ ყველაზე კარგი სპეციალისტები მე მოვიყვანე ამ სფეროში, ეს არის დავით ჯანდიერი იქნება თუ ეკონომიკური გუნდი, ყველაზე კარგი მდგომარეობიც არიან და გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით. ვერც ერთი პოლიტიკოსი ჩვენ ვერ შევხვდა, ვერ მონახებს, რომ ჩვენ მქონდა გამოცხადებული ეს ტელევიზიით, წერილობით, მიმართვით, პირადად ურეკავდი და ვეუბნებოდი რომ მოდით შევხვდეთ, იმიტომ რომ ქვეყანა იღუპება, ქვეყანა მიდის არასწორი გზით. ვერც ერთმა ვერ მონახათ, რომ შესახვედრად, ამიტომ გამოვაცხადეთ, მაშინ მოდიოთ, თუ არ დაგვიძახეთ, ჩვენ მოდიოთ პოლიტიკაში. კი ბატონო, ვერ შეხვდა და შემოვედით პოლიტიკაში. ისე გავდით ბატონო პატა პირადად. მაშინ ღარიბაშვილი იყო. მე გეუბნებით დეკემბრის დღეს. მე დეკემბერში ღარიბაშვილი გადავიდა, ოკეი და მე ოკეი აი გამოვაცხადე პარტნიორი. Let's ჯავახიშვილის მაგისტრატი. კარგი მესიჯია უძირითად ასეც ვილაპარაკეთ. სამი ახალგაზრდა მიერთი ყურადღება და ეგ ნამდვილად მასია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, მარტო, აი მაგალითად ჩავდეთ განათლების სისტემაში ფულა რაღაც შევშლის ამის გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო კონკრეტულად ხო გისაუბროთ, რა შეიძლება აქ ეს მაგალითად მარტო ახალგაზრდა ხო არ არის 18-19 წლის. მაგალითად ადამიანო გაიარა ისწავლა, სადმე ჩვენთან მაგალითად ჩოხატაურის მაგალითად ვთქვათ, აქ არის ბათუმი, ქუთაისი და თბილისი. ჩავიდა უნივერსიტეტში ისწავლა და შემდეგ რა ხდება, რითი უნდა შევინარჩუნოთ აქ. და კიდევ ერთ მიუვაბა მომას, რომ მაგალითად მარტო პოლიტიკაზეც რო გავამოკლოთ ყურადღება, ადგილობრივი კადრები რამდენად უნდა დაფასდეს და რამდენად უნდა ქონდეს მაგალითად პროფესიული კიბე, რომ გავიგერეთ კარიერული კიბე. თქვენ მაგალითად ორი ხარ და ძალიან კარგია, მაგრამ ზოგადად არ ვიცი, მაგრამ ტენდენცია τέτοια რომ ასე ვთქვათ პოზიციაში თუ ოპოზიციაში ცენტრიდან გამოგზავნილი და ასე ვთქვათ გამოგზავნილი ხალხია უფრო და რამდენად თვით საჭიროა რომ კონკრეტულად ერთი რეგიონის იმ რეგიონის წარმომადგენლები პირველ საკითხს რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ეკონომიკური პროგრამა რაც არის ეს გულისხმობს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში. ინვესტიციები გვინდა არა მარტო ვთქვათ ფალკობალა ქალაქებში ნაწილდებოდეს, არამედ შევიდეს თითოეულ პატარა რაიონში, ხო? მაგალითად, ცალკე მიმართულება გვაქვს რეგიონალური განვითარების გეგმაზე, ასევე რაიონული განვითარების გეგმა. ანუ რაღაცა ხომ უნდა ქონდეს, აი მაგალითად ჩოხატაურის რაიონში რა გვინდა 5 წელიწადში, ხომ უნდა ვიცოდეთ, არა? ვიღაცა ამას ხომ უნდა ფიქრობდეს, სად შეიძლება, რა როლი აქვს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს და რა როლი აქვს რო თითოეულ მოქალაქე ვიცოდეს, რომ მე ველოდები რომ თქვა ტურიზმის მიმართულებით ვაპირებთ აქცენტის გაკეთებას, ან რაიმე სხვა მიმართულებით, სადაც უკვე თუნდაც თქვენ რაღაც პროფესიას რო შეიძენთ, უკვე თქვენს მიმართულებას იგივე საიღებთ, რომ თქვა აი აქ შემიძლია ჩემი თავის რეალიზება მოვახდინო და აქ კონკრეტულად გავაკეთო. მეორე რაც შეეხება ადგილობრივ კადრებს, აქ თავარი პრობლემა ჩვენ რაც გვაქვს, რეალური თვითმმართველობა საქართველოში არ არსებობს. რეალურად ადგილობრივ დონეზე არც არავის არაფერს არ ეკითხება, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ გამგებლები ავირჩიეთ, ვითომ საკრებულოები არჩევითია, არავინ არ ეკითხება არც გამგებლებს, არც საკრებულოს, არც არასდროსაც საქართველოში არ არსებულა. და ეს არის სწორედ თავის ტკივილი. ნახეთ რა შეა პრობლემა. ცენტრში ვიღაცა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძალიან ბევრი სტადიონები უნდა იყოს მთელ საქართველოში. ჩამოდის აქაც მაშინ რა ჩოხატაური ან თუნდა ჩადრევანი და ყველა აკეთებს შადრევანს ან სტადიონს ასე შემდეგ. ამას რობაში რაიონის მოსახლეობა ამბობს, რომ არა ბატონო, აგერ მთელ ამ რაიონში ერთი ადგილი არ მაქვს, სადაც მაგალითად ახალგაზრდა მივა და ან არ ვიცი, რაღაცას მოისმენს, მოუყვება, ასე შემდეგ. ეს გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ადგილობრივ დონეზე. სწორედ ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება რაც არის დეცენტრალიზება და რეალურად ძალაუფლების გადაცემა, რეალური ფუნქციების გადაცემა ადგილობრივ ხელისუფლებაზე. რომ ერთი მხრივ თქვენ გაინტერესებდეთ ელემენტარულად ადგილობრივ დონეზე მუშაობა.
ნახეთ რა ხშირ შემთხვევაში კიდე რა ხდება, იცით, რომ თვითმმართველობაში რომ შეხვიდეთ ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც ცოდნას იღებს, იმას ინტერესი არ აქვს განგებობაში მუშაობის. იმას უნდა რომ იქნებ ცენტრში სადმე სამინისტროში დაიწყო მუშაობა, იმიტომ რომ ისიც არ უყურებს, რომ ეს საერთოდ პერსპექტიულია და რამე შეიძლება გააკეთოს. უბრალოდ ხელის მომწერად მუშაობა თქვენ არ გინდათ, ხო? მაგრამ თუ მეტი უფლებამოსილება ექნება, მეტი ფუნქცია ექნება, ასეთ შემთხვევაში თქვენს ინტერესი გექნება და აქედან წასული ტვინები, რომლებიც არიან, თქვათ, თბილისში იქნება, ქუთაისში თუ ბათუმში, ის ადამიანი უკან ჩამოვა და მას ექნება, რომ განგებობაში წიმუშაოს, განგებლის მოადგილეც იყოს, განგებელიც იყოს თუ სამსახურის უფროსი იყოს, მაგრამ უბრალოდ დავალების შემსრულებლად არ უნდა. აი ეს არის დარღვეული ქვეყანაში. სანამ შეიძლება ჯაჭვის სამუშაო ადგილები, მანამდე თქვენ რო სწავლაც უნდა იყოს აქ ძალიან კარგი განათლება. სადღაც უნდა წახვიდეთ, იმიტომ რომ სამუშაო ადგილი არ იქნება. სამუშაო ადგილი არ შეიქმნება თუ არ იქნება ინვესტიცია. ინვესტიცია არ შემოვა იმაში, თუ ფული არ იქნება ინვესტორის დაცული საქართველოში. და საქართველოს ფულს ვიც დაიცავს, ეს არის სამართალი. დღეს საქართველოში სამართალი რუსეთის ფულს ვერ დაიცავს და ინვესტიციებს ვერ დაიცავს. თქვენ ხვდებით რა შეესაბამება. ესე ყველაფერი მოდის სამართლის სისტემიდან. თუ სამართლის სისტემა არ არის საქართველოში, არ არის და კი არა, თუ არ აღდგას რო თქვა, ესე იგი თუ არ დამკვიდრდა, როდესღაც ხონდა იყოს ადამიანი რომიდის სასამართლოში, იყოს დარწმუნებული, როგორც გერმანიაში, როგორც ამერიკაში. იქ უკვე აღარ არის კითხვის ნიშანი, სასამართლომ გამოიტანა, ეს არის კანონი. დღეს ჩვენთან არავის არ ჯერა, არაფერს. რა სასამართლომ რაც არ უნდა გამოიტანოს, დადებითი თუ არ ყოფითი, არავის არ ჯერა. მოყვება ქალების წიულკივილი, თუ დასაჯეს ვიღაცა, ნახეთ ტელევიზორი, არასამართლიანი საქართველოს არ ჯერა არავის სასამართლოს. ეს აგვაქვს პირველ რიგში მისაღწევი ჩვენ. საზოგადოებრივ ეგეთი რამე არ არსებობს. ვინც მიიღებს დანაშაულს, ის არის დაჯილი. ოჯახის წევრები თეორიულად, იმიტომ რომ ენდობიან სასამართლოს. დღეს ჩვენთან ესეთი რამე არ არის. ანუ ახალი პოლიტიკური ცენტრი გიჩის სვისმეტი და მოვისმინე რომ უნდა შემცირდეს და მიზნობრივი გახდეს თქვა სოციალური დახმარებების საყოველთაოდ აზრობა მოდერნიზდეს და შემდეგ მოვისმინე რომ 1 მილიონამდე უნდა გაიზარდოს და უფრო მეტს უნდა დავეხმაროთ და შემდეგ მაინტერესებს ხო არ შექმნის გაუგებრობას და ხო რა ჩვენ დღეს ეძლევა სოციალური დახმარება 475,000 ადამიანს. სინამდვილეში 1,200,000 ადამიანმა მოითხოვა სოციალური დახმარება. აი თქვენ ახალგაზრდები ხართ, კარგად მივხვდებით, მე ცოტათი ასაკ შესრულებს ამას ვერ ვხსნით, ვერ გებულობ. დღეს სახელმწიფო აკეთებს დანაშაულს. აი ეს არის სუფთა დანაშაული, რაც აკეთება დღეს. აი ნახეთ რა გქონდა. აძლევს სოციალურ დახმარებას ადამიანს და ეუბნება. შენ თუ ხელი გაანძლია და იშოვე სამსახური, ერთი კვირიანი მაინც. შენ თუ გეყოლება ძროხა, ან შენ თუ გეყოლება ორი ქათამი, მე ამას გიხსნი. შენ თუ გაქვს ტელევიზორი და რაღაც. ამიტომ ადამიანი ღებულობს დახმარებას, ეშინია რომ ერთკვირიანი ვინმე დაიქირაოს და ერთი კვირით გავიდეს იქ სამსახურში და რაღაც რომ ეს არ მოუწევს, იმიტომ თუ მოუწევს, მე მთელი 6 თვე დაჭირდება რომ ეს აღოდგინო. და ადამიანი ზის ასე და რას აკეთებს? არც არაფერს, ღებულობს ამ სოციალურ დახმარებას. ჩვენ პროგრამაში გვაქვს რა, რომ მილიონ ადამიანს დღევანდელი ბიუჯეტით შეიძლება რომ მივცეთ ჩვენ სოციალურ დახმარება და 4 წელი არ მოუხსნა. 4 წელი რატო ვეუბნებით, იცი რომ არავინ არ შემოვიდა არ შეგანათებს. და ვეუბნებით გაანწრეთ ხელი. წადი იშოვე სამსახური. იყიდე რამე თუ შეძლებს, სახში გააკეთე რამე. კაციშვილი, შენ როგორც ფერზე დადეკი. სახელმწიფოსთვის ყველაზე კარგი იქნება რომ შენ ხელი გაანწრე და ფერზე დადეკი. ჩვენი გათვლით, სულ ცოტა 350-დან 400,000 ადამიანამდე 4 წელიწადში წამოაყენებს თავის ოჯახს. ბენეფიციერების გაზრდას პატარაჯობებს სამუშაო ადგილების შექმნა. ბატონო, ეგეც არის. პრობლემა სხვა რამეშია, მან ნახეთ რაშია სამუშაო ადგილი ხა ჩვენ რაც ამბობ ლაპარაკობ, ჩვენი გეგმა არის ეს. პირველი წელი ვაკეთებთ სწრაფ რეფორმებს, რომელმაც უნდა მოიზიდოს ინვესტიციები და დაიწყება სამუშაო ადგილების შექმნა. მაგრამ ეს პერიოდი, სანამ სამუშაო ადგილი ყველა ოჯახამდე მიაღწევს, არის პრობლემური პერიოდი. რაც შეეხება ვთქვათ ჩვენ განცხადებას არ არის წინააღმდეგობაში, რატო გირჩის ვთქვათ ჩვენი პოზიციები, რატო არ არის წინააღმდეგობაში. ნახეთ, ყოველთვის პოზიცია იყო შემდეგი. ყველას კი არ ვეხმარებით, ვისაც უჭირს იმას ვეხმარებით. ჩვენ პენსიის ზრდის შემთხვევაშიც კი ვამბობთ, რომ ყველას კი არ უძდით პენსიას. მოდი პენსია გაუზარდოთ მას, ვისაც პრობლემა აქვს და ვისაც შემოსავლის პრობლემა აქვს, ხო? პენსია შეუძლია გაზრდილი მოითხოვოს მდიდარმა ადამიანმაც, მაგრამ ამისთვის განცხადება უნდა დაწეროს, უნდა მივიდეს, რაზეც ბევრი უარს იტყვის და დღეს ავტომატურად რო იზრდება პენსია, ყველა იღებს ამ გაზრდილ პენსიას. ჩვენ ვამბობთ, რომ 250 ლარი მივცეთ მაგალითად, ასევე გაჭირვებას. ანუ ეს თანხა რაც არის დღეს ბიუჯეტში აკუმულირებული,
გადავთოთ ისე რომ მიზნობრივი იყოს და დაეხმაროს იმას ვისაც ჭირდება და არა ყველას თუნდაც ჯანდაცვის კუთხით ხო უფასო არის ვითომ ჯანდაცვა ხედავთ უკვე რამხელა პრობლემებზე მივედით რომ კლინიკები უარს ამბობენ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამით იმიტომ რომ სახელმწიფო მათ ფულს აურიცხავს წავიდა ჯაჭვი რომელიც ჯაჭვიც არის უბრალოდ შავი ხრელი და სადაც ფული 100 რამდენიც გინდა არაფერი არ უშველის აქაც ვამბობთ რომ შემოსავლიანი კატეგორია ვიცაა წე მაგალითად მე ვარ პარლამენტის წევრი მე ვალდებული ვარ რომ ვიყო დაშლობა მაქვს დაშლობა მაგრამ რომ მივალ საავადმყოფოში კერძო დაზღვევით კი არ ხდება ანაზღაურება სახელმწიფო პროგრამით ხდება ანაზღაურება ხო არარაციონალურად ხდება ამ ფულის ხარჯვა ჩვენ ვამბობთ რომ მოდი ეს ფული გადავიტანოთ იმ მილიონ გაჭირვებულ ოჯახზე და ადამიანზე უпроსტად ვისაც თქვენი პარტიული სია რატომ ვერ მოხდნენ ხალები პარტიულ სიაში უკვე შეაფასეს რომ ეს არის არაგენდერული სია და ასე უნდა გითხოთ დღევანდელი განცხადება გიორგი რუხაძისა რომელმაც ასევე ლაგაზეთის მსგავსად თქვა რომ თქვენ დაშალეთ და გაყიდეთ პარტია და დარჩით პრაქტიკულად მარტო ეხლა რაც შეეხება გაყიდაზე ბოდიში მაგაზე ვერ მიფასებთ თუმცა ეს არ არის ეგეთი შეკითხვა დასმული ნორმალურად რაც შეეხება გამიმეორ ციტირება მოვახდინე გიორგი რუხაძის კონმატივიდან არასერიოზული არის და აქენაურად მაგასაც არის გიორგი სარუცკი ეს ხათუნოვი კადრა გიორგი სარუცკი ეგეთი რა რაც შეეხება პირველ შეკითხვა რა იყო ბოდიში გენდერული ეს არის ნამდვილად იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვყავს რაც ყავდა გუნდში ყველაზე კარგები იყვნენ ესეთები და მაგაში რა თქმა უნდა დიდანა კარგია რომ ქალბატონები არ არიან თუმცა ჩვენ სიაში არიან 17 ქალბატონია რომელიც შეყვანილია პარტიაში მაგრამ პირველ ათეულში ვერ მოხვდნენ ამაზე ბოდიში ბატონ რუხაძეს და ქალბატონ ხათუნას მე გეუბნები თქვენ ამაზე დამერტყმე შეიძლება მთელი ჩვენი გუნდი გამოვიკითხოთ ჩვენ ერთად დავჭექით ერთად მოვილაპარაკეთ თუ ვინ სად იქნებოდა სიაში და მათ არ დააკმაყოფილოთ ის ადგილები, სადაც ისინი მოხდებოდნენ, ამიტომ მათ გამოაცხადეს, რომ ისინი მიზნობენ თოვებენ ამას და განჩენი გადააბრალეს ყველაფერს. ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, ეს არის გეუბნებით, რაც მოხდა გუნდში. გუნდში ვარ ჩვენ 30 ადამიანი. 30 რიგით ადამიანებად დატოვეს პარტია მედიაში ძალიან ფაქტ არის და 20 ადამიანი ხო კახეთში. ბატონო 26 ადამიანი კახეთში რო. აი რა კარგია რომ ეგეს. ეხლა ნახეთ 26 ადამიანი კახეთში 26 წლის წინ ორი პირისგან უკვე გაშვებული იყო სამსახურიდან. შეიკრიბნენ და მე შემიძლია აქ იცით რამდენი ადამიანი მოვიყვანო ისეთი და ვთქვენ რომ ისინი ტოვებენ რომელიღაცა პარტიას. არა. ჩვენს მიმართ ხდება ძალიან დიდი ზეწოლა. და ზეწოლას რა არის? ერთი ადამიანი ტოვებს ნამდვილად იწერება გაზეთში 25 ტოვებს. ორი ტოვებს იწერება 80 ტოვებს. რაც მოხდა ახალქალაქში მაგალითად. მე რითქენ რომ ბოდიში ფორმა დატოვა, მაგრამ ეს ინფორმაცია უკვე მოიარა მთელი საქართველოს. მე ვარ ხათუნა კემურაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. ძალიან მაინტერესებს ვინ მიგაჩნიათ ყველაზე დიდ კონკურენტად და რატომ? თუ შეიძლება. ნუ რა თქმა უნდა, თავრობის ის გვაჩნია ეცნება, იმიტომ რომ ყველაფერს ხმარობს რომ ჩვენ ვერაფერი ვერ გავაკეთოთ და ეხო ხედავთ ეს შავი პიარი სუსის თანამშრომლების გარშემო სირბილი, იზოლებით ბევრი ხალხის გასვლა ჩვენი პარტიიდან თუ არ გახვალ ესე იგი შვილს რაღაცა პრობლემა ექნება შენ ბიზნეს ეს არის ყველაზე ძლიერი ჩვენ მოწინააღმდეგე ამ ხრივ. ძალიან ძნელია ამაზე ვწევთ. დავამატებ ჩვენი თავი მოწინააღმდეგე ბატონს არის ფიზიკური ადამიანებზეა საუბარი, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი ღირსებებად არის ის, რაც ჩვენ პროგრამაში ვიწერია ის წინააღმდეგ ჩვენ პროგრამაში ეს არის მუშაობა გაჭირვებული ხალხი, სოციალურად დაუცველი ხალხი ადამიანებს არ აქვს სწავლის ფული და ასე შემდეგ, უგზოობა, უწყლობა, უგაზობა და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად პირველ 4 წელიწადში აი ამის უდიდეს ნაწილს აქვს უნდა გაფრის გავაკეთოთ. ეხლა წინასაარჩევნო პერიოდი დგას და თითქმის ყოველდღიურად ჩამოდიან პოლიტიკოსები და მართავენ ხან აქციებს, ხან რაღაც დაგვარს და როგორ ფიქრობთ, დღევანდელი რეალობა არის ხალხი პოლიტიკისთვის თუ პოლიტიკა ხალხისთვის? სახელმწიფო ხალხის. მოკლედ და კონკრეტულად. რეალობა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ. ძალიან დიდი მადლობა. მე მიხარია რომ თქვენ უყურებთ პროგრამებს კითხულობ და იმედი მაქვს რომ ამ მუსიკაში რაც არ უნდა შედეგი დამთავრდეს არჩევნები, ჩვენ ერთმანეთს არაერთხელ შევხვდებით. დიდი მადლობა.